დამშვიდობისა კიდევ ერთი ლამაზი დილა გათენდა და ვნახოთ რომელ ცნობილ მოღვაწეს მოუწევს ჩვენთან ერთად დილის გატარება. უფრო ზუსტად რომ ვთქვა თქვენთან ერთად დამრეკავ ზარს. და სხვადასხვა მაესტროს ერთ-ერთი ძველი წამყვანი ნინო დარასელი. დილა მშვიდობისა. როგორ ზანდები? კარგი. გამარჯობა. ნინო, შენ საძინებლიდან რო დავიწყოთ შეიძლება? მოვკვდი მშიერი სანამ. თქვენ დილობ რო გვიან იწყება, მე მგონი და საძინებლიდან ხო. ოღონდ უკვე დავალაგე. უკვე დავალაგე. ხო, ტელევიზიისთვის რომ ემზადებიან დილობ და მოწესრიგებული ვარ. თმადაივარსლე. არაფერი აღარ ეთქობა, საერთოდ აქ თუ მეძინა რა. შენი ანაბეჭდები არის დატოვებული? ხო. რო შენ აი, შენ ანაბეჭდები მომკლიანად. ანაბეჭდების დაგახვედით, აღარ ვიცი, დილიდან ყველაფერი მომემზადე. ხოჭი ყველა მეკითხება რომ ესა რა ქვია ესე პირველის ნახევისთვის რომ თქვენ მაგ დროს გეძინებათ და ვეუბნები რომ ესეთი ვიძი მაგ რამენაირი რომ შევა პირველ საათზე ვიღვიძებდა და რა ვერ ვითანხეთ ბევრი ხანი რო ძინავ ხო და ძირითადად ნუ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები მაგ ხო და რატომ ხო და ვაფშე საერთოდ არ მომწონს გამბავი ყოიცი იმიტომ რომ სიმღერა რაღაცას გამურჩი და საერთოდ ნუ აი პირველ საათზე რო იღვიძებ სანამადგები კიდე 2-ია და ბარემ იქვე ღამდება და რა აზრი აქვს ხო რომელზე იწყება დილო ჩემი დილა 9-ზე 9-ზე და რამდენი ამის გაკეთებას ასწრებ. ხო და რაბედნიერება და ბევრი ხანი მცხოვრობ. უფრო და სხვები და ისედაც 12 საათი რამდენიც არის და და ეს ცხოვრებას არის. ეს ადაგალღა ის მოგიტანე, ჟურნალად მოგიტანე საჩუქრად. აიმე! აა! ხო მე არ მშვიდები ხოლმე დილას. აქ იმდენი კრემები მიდეს, ვიტომ დილიდან აი ესე ვარ, ვიტომ ეს პროსტა ისე ფორმალობისათვის სულ დაუცლელია. არ ხარ ესე ეს. არა, იცი რა, ხანდახან არა, ამბობდეს დავიწყე თავის მოვლა. ასაკანო. დედას გევიცები ხო, რაღაცა კრემებში შევ და რაღაცა. ახ, თავი როგორ მომარტყე. რეებს ვისმევ და იმას. აქ არ დავსაუბრ. იქით გავიტანე. თვალის კრემს ვისმევ ამ ბოლო დროს. სახის კრემს ვისმევ ამ ბოლო დროს და კიდე ძალიან ტანის მოსემა ძალიან მაგარისუნები. თუ შენ დილის შემადგენელი ნაწილი და თავის მოწესრიგება. თავის მოწესრიგება ხო. აუ, არ გამოდის. ეს ვინ არის? აქეთ ეს დაიწყე. ადრე იღვიძებ და შესაბამისად საუზმობ და არ მეტყვი ხარ რომ არა, შენ ხო იცი, აი რომ ელოდებოდეს ამერიკის პრეზიდენტი თუ არ ვისაუზმე არ მევა. და ნახე რა გემრიელი რაღაცები მას. ძალიან. ვინ გიმზადებს საუზმეს? ჯუჟუ დაინახე. ჯუჟუ, ყავდეს დარჩებოდი მშიერი, მწყურვალი და ყველაფერი. გამოგვიძებელი, მაგვიძე რა გამოიძებს და შენ გიგეგვიძება. მაგვიძე ტელეფონზე მაგ რამდენჯერ დაყენებული, იცი? მოგვასვენე. და ზარი, მაშინ დავაყენე. რა მელოდია გაქვს? არანაირი ვაფშე. აღარ მიყვარს ეს მელოდიები, რაღაც როზი ხადე დაებით რაღაცებს. აღარ მიყვარს. გაქვს შენ მელოდია? მე არა. არა, საერთოდ მაგვიძა რა. აკობია ეკა ჩემი მაგვიძა. დავჭედა მწვარი ხა. რამდენად გიყვარს დილით ტრიანი სახში? თუ პირდაპირ შენი გონება რითია დაკავებული? ჩემი გონება არის დაკავებული მაგ ჩამოწერილი, ხო წინა ღამეს წერები მაგ გასაკეთებელი და საერთოდ თელ დღის გამოში ნუ ნამცხვარი დავშალეო ხო მაპატიეთ. ხო და თელ დღის გამოში მაგ ესე ვიდეოა მაგამ ძალიან გემრიელია. ხო და თელ დღის გამოში მაგ დაწერილი და მე იმის მიხედვით გეგმას მივყვები. ძალიან გეგმიანი ვარ ჯერ ესეთი, ნუ ძალიან დაბნეული ვარ რა ეს ტელევიზია მაგას ნუ ამ ბოლო დროს რა აი გადამაჩვიეს რა ვქნა რა. რეკავს, მაგვიძა რეკავს. და მე იცი როგორ რეკავს ესე ვაყენებ ხოლმე რა ეს არ გაჩერდა. ჟუჟუ ვერ დავჭერი ნამწყარი მომეჭრა თავი. აი დაჯექში ყავა და ეს ხმა ყოფნის რომ გაიგო. არა არ ჩერდება. ნე რო გააჩერებ მე კიდე მაინც რეკავს და ანგიტა. აჰა, ანუ ხუთი დღე დარეკავს. ესე ხო არ და მე მაგ გამეორება. ცოტა ხანში გამეორდება. ტელევიზორზე ხმა მომისაუბროთ. ფიგურასაც ვფრთხილდები გარდა იმისა რომ კანზე რაღაცები და შავალის კრემს ისმევ. დიახ, დილობი და შენ ნამცხვარი შენ. შენ ძალიან მოგობა ჩემი ნამცხვარი რომ მე. კარგი, ყველაზე კარგი იდეები დღეს ჩაიმეცნე და ეგრე კი არა. ხოლმე თავში. შუა დღეს. არა, შუა დღეს რატო იცი, ძალიანაც რომ მომევიდეს მანამდე იდეა. ხო. ჩემი თანამშრომლები საკმაოდ გვიანი ვიწევი და ამიტომ რომ მომივიდეს იდეა ვიღაცას ხონდა გაუზიარო, არა და ამიტომ
შესაბამისად ჩემთვის ხო უძიარი და მთელი დღე უკვე ძალიან ისეთ რა ქვია ჩამოყალიბებული იდეას უკვე შუა დღისთვის იმეორებ ხო მთელი დღე. და სამშაბათო დღეს ვამთავრებ თითოეულ აი დაახლოებით 5 დავთავრე ღამის 12 საათი. ნუ შენ არ გაგიკვირდება ტელევიზიის ხო უყურს და ისე ღამის 12 საათი. საიდან მოდიღარ სამსახურიდან მეორე. არა, შენ დილით მოსული იდეა. ჩვენ ნახე, შენს ვიყავა და მე გიყურე. რომელიც ეს რა ქვია, შემდეგ განახორციელე, რაც მაყურებელმა იცის. აი რა მოხსულია თავში ყველაზე ისე. იდეა? გრანდიოზული. ეხლა შოთაშორი ჟურნალი. ბოლო დროს ჟურნალი. ანაბეჭდი. ხო, ჟურნალი ანაბეჭდი, რომელიც ხო და რომელიც თქვენთვის საჩუქრად არ დამავიწყდეს. ანაბეჭდი განახორციელებია ყველაზე გრანდიოზული და მეტი და არაფერი, თან რა არის, მუშაობ სულ მეგობრები. და სულ ყველა არის ძალიან საყვარელი. ყველა კი ის ადამიანები, ვინც არ იყვნენ ჩემი მეგობრები და მე მოვიდა, ისინი ძალიან კარგებია და რაღაცა ბევრი ზუსტად ერთნაირი აზროვნებით. ზუსტად ერთნაირი არა, ძალიან ბევრი განსხვავებული აზრებით, მაგრამ დაახლოებით ერთი იდეებით ადამიანები მუშაობთ ერთად და რაღაც იმისავით ვარ, რა ქვია. ანუ ვიძახი რომ ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც ცხოვრობ და რითიც ცხოვრობ და სადაც მუშაობ და ანუ ის ზუსტად იმას რომ ვაკეთებ, რაც მინდა ცხოვრებაში. ანუ ყველა სხვა რა აქვს მაგის საშუალება, რომ ის გააკეთოს, რაც უნდა და შენ იმას აკეთებ, რაც გინდა. და სულ მიგვაქვს ასე შავ პურსჭამ და შავ პურსჭამ თავსული. და მაინტერესებს ვარჯიშობ თუ არა? ანუ გამოხმნებელი ვარჯიშებით ხარ თუ არა დაკავებული ხელოვნებით? არა. რაღაცები გამახარ სუჯუკი თუ იმის გარდა რომ ვიცი სუჯუკი. სუჯუკი დევა დაირა შოი. პურსჭამ ჭამ სუჯუკს ამის თქვა. ხანდახან სუჯუკს ჭამ, მაგრამ იცი რა, კიდე იცი აშვები? თაფს იმაშვები, თაფლი შაქრის მაგივრად. და ვარჯიშობ ჯეჯეობით არა, ხომ მკითხე ვარჯიშობ თუ არა. ჩარშან ვიყავი და ბასენზე დავდედი, ძალიან მაგარი იყო. ეხლა ჯერ ვერ მოვახერხე, ხა ვიღებ და ვიღებ. კილომეტრს ვურავთ ხოლმე. ყოველ დღე. ის რო არის ტაიჩი. ჩემი მხანგები დადიოდი და იცი როგორია თუ მე ცუდ ენერგიას უშვებ ესე. აი ვთქვათ მე ლაპარაკები და არ სიამოვნებს რომ მე ლაპარაკები, ხო ესე შემიძლია. და შეიძლება აი მართლა თვითონ ესე მიღწევა და აი ესე შემიძლია რომ გაქციოს. ეგრეთე მართლა იმას მართლა ტაიჩი და ჩემი მხანგები იყო შეშლები და დადიოდი. არა, ეგ არ ვიცი სხვათა შორის არ გაუწევი ვართ ჯერ. მეუბნება რომ შეგიძლია რომ აი აბსოლუტურად მოიშო და არაფერზე აღამღელა. აი მე მაგალითად რო ხედავ აი თქვათ ვიღაცა პოლიტიკოსია ტელევიზორში შენ ვიღაცა რაღაცა საოცრება და შემიძლია და ის ჩემზე ძალიან მოქმედებს. ხო მე შემიძლია და გაქრება. всё. ანუ ადამიანის რო შეგხვდეს ქუჩაში შეგვიდა ოპეთ არ უნდა. არა, ხო, არ უნდა დაიწვა და ის რაღაცას გადაყარება და სიგუზი თუმად. მე ძალიან მაგარია. დაინტერესდება მე მგონი ამითაც ხო? მე ვიტაჭი, არა დრო არა, მაგრამ პროსტო ძალიან ბევრი ხანი უნდა იდგე ერთ პოზაში და რაღაცეებში, მაგრამ სხვათაშორის ის ადამიანები, ვინც დადიოდნენ ტაიჩიზე, ჩემი მეგობრები ბოთ არ მინდა ხარ დავასახელო ნაცნობი ხალხი. ნაცნობი ხალხი კარგად თქვენ. ის ვინც დადიოდა ტაიჩიზე, მართლა უმშვიდესი, ძალიან გაწონასწორებული, არაჩვეულებრივი ნერვებითა და ძალიან კაი ხალხი. მე ვამი ტაიჩიზე და ციარულის დაწყების დროა. იცი ძალიან ბევრი ხალხი მიშლის ნერვებს ამ ბოლო დროს და მე არ ვიმჩნე და რაღაცა და მინდა და ვერ ვაკეთებ გესმით? და მე ჩემი ნერვებზე აისახება და ღამე არ მძინავს ხოლმე. დილას ხო კითხარი ადრე ვდგები თუ კიდე ღამე დრო არ მძინავს? ცოდვა არა ვარ. სირბილი არ მიყვარს, სეირნობა, იცი რა? არა, ნუ თავის მოვლის ის კლასიკური მეთოდი გავაკეთე. მასაჟზე დავდივარ ამ ბოლო დროს. 11 საათზე ყოველ დღე და იქიდან მოვდივარ ჭავჭავაძიდან კალანდაძემდე ფეხით სულ. ფეხით სიარული, ტაიჩი, ესე იგი დილას ადრე ადგომა და მე მგონი უკვდავი ვარ. მე მგონი უკვდავი ვიქნება. ის სუჯუკი ცოტა არ ეწერებოდა საერთოდ ჯამთელურ პროგრამაში, მაგრამ მაინც კაია. გიждები ხო იცი როგორ მიყვარს. დღეს ვასიკოდიშვილთან ერთად ვაცხობდი რაღაცეებს და კერძს დავარქვით H5N1. ეხლა ქათმის გრიპი შემოდის დავაიდე. არა მექნა. გეშინია ქათმის გრიპების დავაცადეთ. და არ ჭამ მარც ქათმს დაარწყვერეთ? არა. და ნამცხვარში არის პრინციპში. შუა დღეს ვარ ხოლმე ყველაზე უფრო ცუთხასიათზე ნერვიულებულ აღნებულ რაღაცაკეთ მდგომარეობაში, იმიტომ აი ეს ის დროა, როდესაც ხალხი იღვიძეს და ნელ-ნელა მოდის და ყველაზე ძალიან ციამქლეს აი უბრალოდ თუ მელაპარაკებიან დებილობა, აი არაფერზე საერთოდ. ზუსტად რო ვიცი რომ ეხლა უნდა პასუხო არა ვერად რაღაცა და აზე რო არ აქვს, მაგრამ აი ეს ბევრი ხანს რო გძელდება რაც და უთხარ რომ არა და ეს გლის საშინოთ და ისე სამსახურში ყველაზე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ
ну აი როგორ გითხრა, აი ბევრი ჩემნაირი ადამიანი მყავს. ბევრი ჩემნაირი ადამიანთან ერთად მუშაობ. თუ გძინავს და ისურებ. არა, შაბათ-კვირასაც მუშაობ. შაბათ-კვირასაც მუშაობთ, ხო, მაგრამ აი მუშაობა რა ფაქტიურად ვისვენებ, სამსახურში ვისვენებ. კარგი, ეს შენ ვასვენებ. დღე რედაქციაში ვიზობ. შენ ჭამე, მე ეხლა იმას ვიზავ რა ქვია. ამაზე ყველა მაბიჯებს ფეხებს, ვა. ზოგადად მაგვიძარა და აღმოაჩინა. სუდა მავეწა. სუდა მავეწა, ყოველდღიურად სწავლებსო. ძალიან ავადმყოფი ვარ სხვათა შორის. ეხლა ამჯერად ისა და საერთოდ მაქვს ქრონიკული ატიპიური შაკიკი. შაკი. და ამიტომ ყოველ დღეს რა გამთავრდება ანტილა იწყება. ნუ ხო, აქ და აი აქ. ეხლა პროსტა გაციებული ვარ. ხა, საერთოდ არ არსებობს. დღეს ჩემი, აი ხო არა, დოდამისვან კითხვა. ჩემი შეგნებული ცხოვრების არც ერთ დღეს არ გაუვლია, დოდამისვან ესეთი კითხვა ანაბეჭი, წამლის გარეშე მე უპასუხებ. და რამდენი ეყელისა, ეს C ვიტამინია. ეხლა ძალიან გაითეთ. ელიც ქრონიკულად გკი. და გუშინ ღამე დავლიე. სად არის ჩემი პაპაზოლები და ნოშპები? პაპაზოლი. წნევის დამწევი, წნევაც მაქვს. ესე ეგავა. ყველანაირი წამლები, მაგარი. შეხედე. თავის ტკივილი აწერია. ტკივილი. და აი ამდენი წამანდებს. აი ეს ყველაფერს დილით სვა? არა, დილით დაბლეთი. არა, ყოველთვის დილით დავსვა, მაგრამ დააყურე. როგორ კონდიციაში გადიხარ ხოლმე სა? დავლიე და მავიწყე. და კი. ეს არა, ხოშე არა. ეს უბრალოდ. ეს უკვე დავლიე გუშინ, ღამე. ყველაზე მაგარი რაღაცა აღმოაჩინე. ზადე, გაგზავნა ბავშვობაში, აქ რო უნდა წაგეს, რა? წაიცი რა. სულ წაიცია. შაკიკს არ გირჩევს? არ მოქმედებს? არა, სოციეთ მეინტერესებს, ამდენი ხანი. სურდოზე. ხო? სურდოზეც ის მომენტი კი. ძალიან მაგარი გქონდა სუნდუაგო. ხალხი რაღაცა გაცნობის სუნი როზე ბავშვობის სუნი, არა? არა, აი აქ იყო მაგარი. ხო? აკი და ცოტა ესე ხების ნაზი მოძრაობა. ხო. ესა მახსოვს და მთელი დღე მე გარეთ. ოქროს ვარსკვლავი. სული გვაქვს ხა? კი, ხო, რა კაიფა. ისე ახალი დუხია ეგეთი ვიეტნამის მანზე. აი, ესე ვისწავლეთ. რა გზადეთ დილას რედაქციაში. თან ერთგვარი გასეირნება გამოდის და ხათვალე გაკეთე და წავედით. შუშუ, წავედი. კარგად. ხურდები თუ შემოვლე მოიგითხეთ, აბა ნუ არავინ არ არის, ოპა. შუშუ. პაკა. ვაი, მოიცა. ჩემი ყველაზე საყვარელი ტელეფონი დამჭა. შენსი არ გამეროდებს, ტელეფონი დამჭა. ხათე ვარიანტი არ არის რო არ მივუბრუნდე, ხო იცი? არ არსებობს რომ რამე არ დამჩას. და ხო არ მოქმედებს ჩემზე, იმიტომ მაინც შევა ჩემოდანი დამჩა, სადმე მივდივარ. ეს ხო მომჭირდა. ხო და ის არა, იცი რა ბრუნდები კი და არანაირად ცუდი ის არა მაქვს რა ქვია. არა, აეროპორტში მივდივარ, ხა შევა უცებ დამჩეს რაღაცა, ჩემოდანი რაღაცა და ამიტომ ხო მივუბრუნდე. ეს არის მანქანა. ეს არის მაგ. აი ჩემი საყვარელი კაცი ზის შოთა და დავყავარ ხოლმე. შენ მე წამოყვები? სამსახურში მივდივარ. თქვენ წამოყვებით ხო? შოთ, წამიყვან ხო დამიცდი ხო? ეს ფარდაროკი ეხლა შევა ძალიან არაობა გუშინ გვიანობამდე იყო გადაღება. ხო, აქ ეხლა რა ხდება? იცი ძალიან საყვარელი მეზობლები მყავს, თორე ნახდად გავაგდებდი მეს ხალხმა გაარემონტა, ჩვენ ბუნაგი ქონდა, მიაწეპეს ჩვენებმა. ეს ის არის რა ქვია, ქოხის საქმიანობაა ძირითადად. არა, ესა. ქოხი გე და ეს თლიანად. Nobody is perfect, რო იწყება. ასე გავდივართ. აქ წერია რომ ეს აწარმოო. მოგების გარეშე მუშაობს, ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოვიდაო და ზუსტად ეგრე და აქ წერია რომ არაფერს არ ვყიდულობთ, არ დააკაკონო, არ დარეკო. ვაფშე გაეთრე აქიდან, იმიტომ არაფერი არ ვჭირდება თქვენგან, არც აღლისთვის, არც კარისთვის და we really are happy as we are და ვაფშე ისე ვარ, კარგად როგორც ვართ. მაგრამ თქვენ გიღებთ. მადლობთ. მოგზაურობა პირიქით, კეთილი იყოს ჩვენი. აი ეს არის ქოხი, რეკლი ჩხიკვაძე, ეს ხალხი ჩვენთან მუშაობს. ბევრი უბრალოდ მეგობარი ანამდე დღეს. აქ არის დიზაინერების ოთახი და ნახე რა ხდება გუშინ გადაღება იყო. და აი ერთი ამბავია.
იცი, საერთოდ აქ არ ვიღებთ ხოლმე სტუდია ქონდა ამ გუშინ. ჭირდებოდა მარტო სახის პორტრეტის ისე და რაღაცებია, ნახე ბუმბულები და რაღაცა. პარიკები, ბუმბულები. ვოთ. მაგრამ მე ისე როგორ ხდება, ნახე. აი, როგორ მართლა. ეცემ ჩაიხედა, წამოსარკეს ჩაიხედა. არა. ეს კაჩარის ფეხსაცმელია. ორ მართლა. აქ ვარ, სულ 24 საათი, აგზის ერთი რედაქტორი ბიჭი გოგი. ხო და ის არა, აგზის ერთი ბიჭი და დანარჩენი ყველა გოგი, დანარჩენი ბიჭები არიან სხვა ოთახში გადანაწილებული. გოგი უკვე როგორ არის? ეს ყველაფერში ჩართულია. შენ ნუ არა, ვერც მოყვები რეებში ვარ. რატო ვარ სათვალე? თალბინე ხოლმე თქვენ ძალიან ცუდათაა. გუშინ გადავიღეთ მაკიაჟის პროექტს ვიღებ, ძალიან დიდი წამწამები ჩამოვატანე. ჰოლანდინა მარტო დილას ვიდეოებს და ვიღებ პროექტს მაკიაჟის და უზარმაზარი წამწამები, რაღაცა ბუმბულებით რაღაცებით ჩამოვატანე ჰოლანდიიდან. არა, მაგ წავაღებინე დილას ღამე სახში. არა. აი ეს ბუმბულების ერთ-ერთი პროექტიდან არის და ერთ გოგოს ვიღებთ მთელი დღე. და ხა მაგ რაღაცა იდეები სანამ დავაწებოთ ბუმბულები და რაღაცები. სხვათაშორის სანამ აქამდე არ მოვალ, არც ყავას ვსვამ და არც სიგარეტს არ ვეწევე. სანამ აქამდე აი აქ როგორც კი მოვდივარ, პირდაპირ ვისხავ ყავას და ვეწევი სიგარეტს. მე რო ანაბეჭი არ მუშაობდი, მე სიგარეტს არ მოვწევ. სადელელიკო? აქ შენი ხელმოწერა არ არის? კარგი, ეხლა მოგცემ თომასს და მოვაწერეთ. ვერა ხო ეცე ხო აი ეს მეცოდინება რომ შენახარ აი ეს აი რაღაცა ხო ფარულიანები თუ რაღაცა ესე ნახე ხა ყავა რა მაგარი მაქვს აქაც დაგალებინებ თორემ აქ ტუალეტის წესები წერია ამ რეცოდეს არა მე სახში ყავას დილას არ ვსვამ დილას აუცილებლად ვსვამ ჩაის ეს ძალიან მაგარი აპარატი გვაქვს ნუ გადარეული სტუმრები რომ მოდიან ხო ეს უნდა გავყაროთ იმიტომ ისა სტუმრები რომ მოდიან ხოლმე და რო თავაზობ კაპუჩინო გინდა თუ ამერიკანა თუ ესპრესო გაოცებულები მიყურებენ და ავტომატი გვაქვს ძალიან მაგარი ეხავე გინდა გაიკეთო რამე თუ შემდა ყავას არ ვსვამ კაპუჩინო მინდა კაპუჩინო და ოკეი მეცა ოპა ნახე ნუ მაბატია წყალის ასავსები მხოლოდ ყველამ გარეცხებს თქვენი ახმარი ჭიქა აუცილებლად დავდები რა ბოლოში თუ შანსი არ არის ხო იცი მე გარეცხოთ ერთი ადამიანი არის ხოლმე კაჯულატყუშენი ძითად მე ვარ ოღონ რეცხა ამარაფშვები ხათაშეში სულ აქ გავარდა ჭიქებსაც ვარეცხავ ხოლმე კი ჩემი ქმარი იყო ერთხელ გაუცებული მოვიდა მე აქ ვდგავარ აქა ვარ ნიკა ესე გავძაყე მე ცოტა ხანში კიდე რა და აქა ვარ ნიკა და გოში მითხარ რომ პროსტა გამაგებენ თუ გინდა აგად მოვიდეთ საცხელო ჩვენ რო იქნებ სახში წრეცხო ეს როგორ ხარ როგორ და სახში ყველაფერი მეზარება გადავკითხე მე მგონი ეს არის ჩემი პირველი სახლი და მეორე ისა დომდოა ეხლა რაღაც კაი თოქ-შოუს აკეთებ ხო მაინც ჩვენ კი აქ მიხდი ხო რა ხდებოდა გუში იცი შენ ჩართვა მე აზრი არა ვარ ხო იცი აი რაღაცა ისე ვიღებდით გუშინ მაგარი წამწამები გვაქვს ხო ეს აუცილებლად დავიწყებ და ბახო და რაღაცებს გავაკეთებ კიდე ისე შეემატა ეს აუცილებლად დავიწყოთ ხო ხო კი ესა ესეც ხო აუცილებლად და ეს ეხლა რაც გაკეთდა ხო ეს ნე ხო, ჩემი უბრალოდ გამა, აი ყველაფერზე მიბრაზდება. აი ჩემი უფროსი მოვიდა თქოვიდა, ხე. აი ყველაფერზე მიბრაზდება. მოიცა მე ვატოს დავემშვიდობები ერთი წამი და მოვალ, კაი? არა, ნახე რა საინტერესო ხალხი მუშაობს ჩვენთან. ეს გუფია. ეს არის ჩვენთან არ მუშაობს. ეს ქოხია. აი ეს ნამდვილი ქოხი მთელი სადარბაზო რომ მოხატულია ხა. ეს ჩხიკვია. ჩხიკვის ვიცნობთ. გამარჯობა, ჩხიკვი. ეს ჩვენი ჯგუფი, აქ უთხარი.
ჩემს რომ ისე გამოიწყოთ, რომ ვითომ ბანკში გიღებენ თქო რა, იმიტომ წარმოუდგენელი ჩაცმულები მოვიდა და სხვა და ეს ნიშნავს რომ ყველაზე სერიოზულად გამოწყობილები არიან თავის სიცოცხლეში. აი ესენი. და ძალიან სანაცილო შეხედა ყველა ვიცინით, ყვდებით, თქო რაზე ვიცინით, იცი? აქ ამის ბავშვი აგდია და მიწას ჭამს სიმწრისაგან რომ არ უშვებენ დედასთან და ყველა ვიცინით და დეფის და ლევან მაჭარაშვილს შეხედა. ბავშვი ვერ მეხდნენ რა ხდება? ამას ნაუშნიკები აქვს ყურში და ბავშვი არ ესმის რა ხდება. და დეფი პროსტა სერიოზული ყავს, აი, აგე ჩემი უფროსი. როშგა ვარ მითხარს, აი თავი, მზე. აი სუფთა ბადრი მთვარე თუ მზე თუ რაღაცა. და ხელისველი მოხეს ჯამა. ხო, ესე მართლა უკვე ხავს. რაგეშიდა. აქაც აგვაქვს წარწერა გასულისას, შემოსვლისას ხო ნახეთ, რომ შეგიძლიათ არ დააკაკუნოთ და აქ არის რომ, კარგი, არაფერს არ ვყიდულობ, დროს წვილა არ ვკარგათ, რელიგიას არ ვიცლით, ჩვენ თავში ძალიან დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ისინი შოტები გადახდილია, არცო ჩუს. აკა ჩუს. კარგად. პაკა. კარგად. პაკა. დიდი მადლობა. ნახვამდის. ესეც დაწვირთული დილით 11 რესპონდენტისგან არ გამოსულა, გემშვიდობებით. კარგად იყავით ხვალამდე.